Tubat susrikebo, თქვენს წინაშე ისევ მე ვარ, ვიტალი პრაპიანატი. მალე აპრილია და პირველ მწნერთან ერთად დნებიან პირველი ენძელები. მე ახლა ყვავილებზე ავსაუბრობ. გონი ყველა შეგიმჩნევიათ ისეთები, რომლებმაც უყურეს პროფესიონალების მიერ გადაღებულ სამოტივაციო ვიდეოს, შემდეგ კი მოვიდნენ სატრენაჟერო დარბაზში, იმისთვის რომ ერთ თვეში ზაფხულისთვის მაგარ ტანზე დადგნენ. არა, ტრენერი მე ამჭირდება, მე ისედაც ყველაფერი ვიცი. ენძელები თავიანთში დარწმუნებულები არიან, ამიტომ დაზღვევაც არ სჭირდებათ. არის რამოდენიმე სახის ენძელა, დამწყები ენძელა და გამოცდილი ენძელა. ზოგი ენძელას რამოდენიმე კვირიანი ვარჯიშის შემდეგ მოყავს თავისი მეგობარი, რომელსაც ასევე არ სჭირდება ტრენერი, ის ხომ თვითონ ავარჯიშებს მას. შესაძლებელია სქელი ცელულით կամ ტეტრით მოიყვანოს. და ასევე თვითონ ავარჯიშებს მას, იგივე სისტემით. და აბა მიდი დაუთხარი, რომ არასწორად ვარჯიშობს და ავარჯიშებს, არა, მან უკეთიცის თუ როგორია სწორი ვარჯიში. და მიდი და ჰკითხე თუ რატომ არ აქვს პროგრესი, ის ეგრევე დაუფიქრებლად გიპასუხებს. უბრალოდ ნატურალურად ვარჯიშობ პროტეინების გარეშე და მაგმაყოფილებს ჩემი ტანი. ყველა ენძელას ეზიზღება ხიმია, თვლიან რომ კუნთებს ბერავს. სწორია. პროტეინი და ამინომჟავების ასევე ხიმია, რომელიც გამოსხმისას დაერხება და ბლა ბლა ბლა. ენძელას ასევე შეიძლება რომ თუ მან შეძლო ერთ თვეში ზაფხულისათვის დაკუნთვა, ეს პროგრესი შეერჩება სამუდამოდ, ან გაკმინინმ მეორე ზაფხულამდე. ამიტომ ზამთარში როგორც წესი ენძელა არ შეგვხვდება დარბაზში. ახლა კი დავიწყოთ, შენ ვერ შეიძლება არსებითად შეცვალო შენი ტანი ერთ თვეში. ამისათვის საჭიროა სერიოზული ცოდნა დიეტოლოგიის და ფარმაკოლოგიის, რომლის აზრზეც არ ხარ. შენი აღნაგობისთვის ინდივიდუალურად შერჩეული კარდიო და ძალოვანი ვარჯიშები, რომლების ასევე გაგებაშიც არ ხარ. ზაფხულისათვის მომზადება უნდა დაიწყო წინა ზაფხულის ბოლოდან, თუ არა ეს ტყუილი დროის ხარჯვაა და თუ გინდა რომ დეტის წვლილებით გამოიყურებოდე, მაშინ სულ უნდა ივარჯიშო და არა სეზონურად.